მოსკოვის კრემლის არქივებში 1926 წლის დეკემბრის 27 რიცხვის საიდუმლო ოქმი ინახება, რომელიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო საჯაროდ ხელმისაწვდომი. ამ დოკუმენტში აღწერილია პოლიტბიუროს განსაკუთრებული სხდომა, სადაც გრიგოლ ორჯონიკიძემ საჯაროდ დაუპირისპირდა იოსებ სტალინს და ნიკოლოზ ეჟოვს. ოქმის ზღვარზე წითელი ფანქრით ხელით დაწერილია ერთი სიტყვა განადგურდეს. მაგრამ ვიღაცამ ეს დოკუმენტი დამალა სპეციალურ საქაღალდეში, კოდით U0544. 30 წლის განმავლობაში ეს ოქმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დაცული საიდუმლოება საბჭოთა კავშირში. რა თქვა ორჯონიკიძემ იმ სხდომაზე, რომ სტალინმა ბრძანა ამ დოკუმენტის განადგურება? რატომ გადაწყვიტა მძიმე მრეწველობის ყოვლისშემძლე კომისარმა, რომელიც სტალინის უახლოესი მეგობარი იყო 30 წლის განმავლობაში? საჯაროდ გამოსვლა რეპრესიების წინააღმდეგ? რა ფასი გადაიხადა მან ამ გადაწყვეტილებისთვის? და ყველაზე მთავარი, ვინ დაიცვა ეს დოკუმენტი განადგურებისგან და რატომ? 1936 წელი იყო წელი, როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით დიდ ტერორს უწოდებდნენ. მაგრამ ამ ტერორის დასაწყისში მოხდა რაღაც, რაც თითქმის არავის იცის. გრიგოლ ორჯონიკიძემ, ადამიანმა, რომელიც სტალინის შემდეგ მეორე ყველაზე ძლიერი ფიგურა იყო საბჭოთა იმპერიაში, გადაწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. არა საიდუმლოდ, არა კულუარებში, არამედ საჯაროდ პოლიტბიუროს სხდომებზე, ცენტრალური კომიტეტის პლენუმებზე. ის იცავდა ინჟინრებს, რომლებსაც ვრედიტელებად აცხადებდნენ. ის ეწინააღმდეგებოდა მასობრივ დაპატიმრებებს მრეწველობაში. ის ღიად ეჩხუბებოდა ნიკოლოზ ეჟოვს, ახალ NKVD-ს ხელმძღვანელს, რომელიც სტალინის პირადი ხელსაწყო იყო რეპრესიების განხორციელებაში. რატომ გადაწყვიტა ორჯონიკიძემ ეს საშიში ნაბიჯი? რა ხედავდა ის? რასაც სხვები არ ხედავდნენ? და რატომ სწორედ 1936 წელს, როდესაც სტალინის ძალაუფლება აბსოლუტური იყო? ამ კითხვებზე პასუხი იმალება არა მხოლოდ კრემლის არქივებში, არამედ იმ ადამიანების მოგონებებში, ვინც იმ დრამატულ მოვლენებს თვითმხილველი იყო. 3 ყოფილი პოლიტბიუროს წევრის პირადი მდივანი, 2 NKVD-ს ოფიცერი, რომლებიც ორჯონიკიძეს დაკვირვებას უწევდნენ, და 1 ადამიანი, რომელიც მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში მუშაობდა, ყველა მათგანი ინახავს ფრაგმენტებს იმ ისტორიისა, რომელიც შეცვალა საბჭოთა კავშირის ისტორიას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იცის ყველაფერი იმის შესახებ, თუ რა ხდება კრემლის კედლების უკან. თქვენ ხართ მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი, თქვენი ხელში არის საბჭოთა ეკონომიკის გული, ქარხნები, ფაბრიკები, შახტები, მეტალურგიული კომბინატები. თქვენ პირადად იცნობთ ათასობით ინჟინერს, დირექტორს, სპეციალისტს და უცებ იწყება მათი მასობრივი დაპატიმრება. მათ აბრალებენ ვრედიტელობას, ჯაშუშობას, დივერსიებს. თქვენ კი იცით, რომ ეს ადამიანები არიან საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის ხერხემალი. რას გააკეთებდით? დაჩუნდებოდით თუ ებრძოლებოდით? ორჯონიკიძემ აირჩია ბრძოლა. და ეს არჩევანი მას სიცოცხლე დაუჯდა. 1936 წლის იანვრის 25 რიცხვს, მოსკოვში, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის შენობაში, გრიგოლ ორჯონიკიძეს მიაწოდეს სია. ეს იყო ჩვეულებრივი ქაღალდის ფურცელი, მაგრამ მასში ჩამოთვლილი იყო 230 ინჟინრის და ტექნიკური სპეციალისტის გვარი. ყველა მათგანი მუშაობდა მძიმე მრეწველობის სისტემაში. სიის ზემოთ წითელი ფანქრით დაწერილი იყო, დასაპატიმრებლად. ქვემოთ კი ხელმოწერა, ნიკოლოზ ეოვი, NKVD-ს სახალხო კომისარი. ორჯონიკიძემ წაიკითხა სია და მისი ხელები შეიძრა. არა შიშისგან, არამედ რისხვისგან. ამ სიაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ის პირადად იცნობდა. ინჟინრები, რომლებმაც ააშენეს მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი. სპეციალისტები, რომლებმაც გაუშვეს ქუზნეცკის ქარხანა. დირექტორები, რომლებმაც შეასრულეს პირველი 5 წლიანი გეგმის ყველაზე რთული დავალებები. და ახლა ყველა მათგანს აბრალებდნენ ვრედიტელობას. მან დაურეკა სტალინს. საუბარი გაგრძელდა 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. ორჯონიკიძის მდივანი, რომელიც იმ დროს ოთახში იყო, მოგვიანებით იხსენებდა, რომ ის ხმამაღლა საუბრობდა, რაც მისთვის იშვიათი იყო. ის ამბობდა, რომ ეს ინჟინრები არიან საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის საფუძველი. რომ მათი დაპატიმრება გამოიწვევს წარმოების შეჩერებას. რომ ეს არის შეცდომა, რომელიც დაუჯდება ქვეყანას ძალიან ძვირად. სტალინის პასუხი იყო მოკლე და ცივი, ეს არის NKVD-ს საქმე. ეჟოვს აქვს მტკიცებულებები. ორჯონიკიძემ უპასუხა, მე მჭირდება ეს ადამიანები წარმოებისთვის.
მე ვიცი, რომ ისინი არ არიან ვრედიტელები. სტალინმა თქვა, თუ შენ იცავ ვრედიტელებს, მაშინ შენც ხარ მათი თანამზრახველი. და გათიშა ტელეფონი. ეს იყო პირველი ღია კონფლიქტი. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. 1936 წლის თებერვალში მოსკოვში გაიმართა ცენტრალური კომიტეტის პლენუმი. ეს იყო განსაკუთრებული პლენუმი, რომელზეც განიხილებოდა NKVD-ს მუშაობა და ვრედიტელების წინააღმდეგ ბრძოლა. ნიკოლო ზეჟოვმა წარმოადგინა ანგარიში, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ მრეწველობაში აღმოჩენილია ვრედიტელთა ფართო ქსელი. რომ ეს ადამიანები მუშაობენ უცხო დაზვერვის სასარგებლოდ. რომ ისინი განზრახ აფუჭებენ აღჭურვილობას, აფერხებენ წარმოებას, ქმნიან ავარიებს. ორჯონიკიძე იჯდა დარბაზში და უსმენდა. მისი სახე იყო ქვისებრ გაქვავებული. როდესაც ეჟოვმა დაასრულა თავისი მოხსენება, ორჯონიკიძემ ხელი აიწია და სთხოვა სიტყვა. სტალინი იჯდა პრეზიდიუმში და უყურებდა მას. მათი თვალები შეხვდა. ამ მომენტში ყველა მიგრძნო, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა. ორჯონიკიძე ადგა და დაიწყო საუბარი. ის საუბრობდა მშვიდად, მაგრამ მტკიცედ. ის თქვა, რომ მძიმე მრეწველობის სისტემაში მუშაობს ათასობით ინჟინერი და სპეციალისტი. რომ ეს ადამიანები დღე-ღამე მუშაობენ, რათა შეასრულონ 5 წლიანი გეგმა. რომ ისინი არიან ის ძალა, რომელიც აშენებს საბჭოთა ინდუსტრიას. და რომ მათი მასობრივი დაპატიმრება არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. დარბაზში დამყარდა სიჩუმე. ასეთი სიტყვები არავის უთქვამს პლენუმზე 1930 წლებიდან. ორჯონიკიძემ გააგრძელა. მან თქვა, რომ პირადად იცნობს ბევრი იმ ადამიანს, რომლებიც დააპატიმრეს. რომ ის იცის მათი ბიოგრაფიები, მათი მუშაობა, მათი ერთგულება საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. და რომ მათი ვრედიტელებად გამოცხადება არის აბსურდი. მან მოიტანა კონკრეტული მაგალითები. ის საუბრობდა ინჟინერ პიატაკოვზე, რომელიც იყო მძიმე მრეწველობის ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზატორი. ის საუბრობდა დირექტორ რატაიჩაკზე, რომელმაც ააშენა ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა. ის საუბრობდა ათეულ სხვა ადამიანზე, რომლებიც ახლა იჯდნენ NKVD-ს საკნებში და აღიარებდნენ დანაშაულებს, რომლებიც არასოდეს ჩაუდენიათ. ეჟოვი ადგა და შეეცადა ჩაერია, მაგრამ ორჯონიკიძემ ხელი აიწია და თქვა, მე ჯერ არ დავასრულე. ეს იყო უპრეცედენტო მომენტი. NKVD-ს ხელმძღვანელს არავის გაუბედავს ასე უპასუხოს. მაგრამ ორჯონიკიძე იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ასეთი უფლება. ის იყო პოლიტბიუროს წევრი, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი, სტალინის ძველი მეგობარი კავკასიიდან. მან თქვა, რომ NKVD იყენებს წამებას აღიარებების მისაღებად. რომ ადამიანებს აიძულებენ ხელი მოაწერონ ცრუ ჩვენებებს. რომ ეს არის არა ვრედიტელების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის განადგურება. და რომ თუ ეს გაგრძელდება, მაშინ ქვეყანა დარჩება ინჟინრების და სპეციალისტების გარეშე. დარბაზში დამყარდა სრული სიჩუმე. ყველა უყურებდა სტალინს. სტალინი იჯდა უძრავად, მისი სახე იყო გამოუხატავი. მაგრამ ის, ვინც მას კარგად იცნობდა, ხედავდა, რომ მისი ხბა იყო მოჭიმული და მისი თვალები იყო ვიწრო ნაპრალები. ორჯონიკიძემ დაასრულა თავისი გამოსვლა ერთი წინადადებით, მე ვითხოვ, რომ შეჩერდეს ინჟინრების და სპეციალისტების მასობრივი დაპატიმრება მძიმე მრეწველობის სისტემაში. ეს არის ჩემი მოთხოვნა როგორც სახალხო კომისრის. და დაჯდა. რამდენიმე წამის განმავლობაში არავინ არაფერს ამბობდა. შემდეგ სტალინმა თქვა, ჩვენ მოვისმინეთ ამხანაგ ორჯონიკიძის აზრი. ახლა მოვისმინოთ სხვა აზრებიც. და მისცა სიტყვა მოლოტოვს. მოლოტოვმა თქვა, რომ NKVD-ს აქვს მტკიცებულებები ვრედიტელობის შესახებ. რომ ეს მტკიცებულებები არის დოკუმენტირებული. რომ პარტია არ შეიძლება იყოს რბილი მტრების მიმართ. კაგანოვიჩმა თქვა იგივე. ვოროშილოვმა თქვა იგივე. ერთი მეორის მიყოლებით, პოლიტბიუროს წევრები მხარს უჭერდნენ ეჟოვს და აკრიტიკებდნენ ორჯონიკიძეს. ორჯონიკიძე იჯდა და უსმენდა. მისი სახე იყო ფერმკრთალი. ის ხვდებოდა, რომ დარჩა მარტო. რომ არავინ არ გაბედა მისი მხარდაჭერა. რომ ის გახდა იზოლირებული პოლიტბიუროში. პლენუმის ბოლოს სტალინმა თქვა, ამხანაგ ორჯონიკიძეს აქვს კარგი გული. ის სრუნავს თავის ადამიანებზე. მაგრამ კარგი გული არ უნდა გვაბრმავებდეს. ვრედიტელები არიან ვრედიტელები, მიუხედავად იმისა, თუ სად მუშაობენ. და ჩვენ უნდა ვიყოთ უმოწყალონი მათ მიმართ.
ეს იყო საჯარო გაფრთხილება. ეს იყო სიგნალი ყველასთვის, ორჯონიკიძე შეცდა და ის უნდა გამოსწორდეს. მაგრამ ორჯონიკიძე არ გამოსწორდა. ის გააგრძელა ბრძოლა. 1936 წლის მარტში დაიწყო ერთად პირველი მოსკოვის პროცესი, კამენევის, სინოვიევის და სხვა ტროცკისტების სასამართლო. ეს იყო პირველი დიდი საჯარო პროცესი, სადაც ძველი ბოლშევიკები აღიარებდნენ ყველაზე წარმოუდგენელ დანაშაულებს. მათ აბრალებდნენ ტერორისტულ აქტების ორგანიზებას, ჯაშუშობას, ვრედიტელობას. ორჯონიკიძე არ დასწრებია ამ პროცესს. ის უარი თქვა დარბაზში გასვლაზე. რაც იყო დემონსტრაციული ჟესტი. სტალინმა შეამჩნია ეს. პროცესის შემდეგ, როდესაც კამენევი და ზინოვიევი დახვრიტეს, სტალინმა მოიწვია ორჯონიკიძე კრემლში პირად საუბარზე. ამ საუბარზე არავინ იყო დამსწრე. მაგრამ ორჯონიკიძის მძღოლი, რომელიც ელოდა მას კრემლის ეზოში, მოგვიანებით იხსენებდა, რომ როდესაც ორჯონიკიძე გამოვიდა, მისი სახე იყო წითელი და ის ძლივს აკონტროლებდა თავის ემოციებს. მანქანაში ჩასხდომისას მან თქვა მხოლოდ ერთი ფრაზა: ეს არის შეშლილობა. რა თქვა სტალინმა იმ საუბარზე? რა მოითხოვა ის ორჯონიკიძისგან? და რატომ უარი თქვა ორჯონიკიძემ? 1936 წლის აპრილში მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში დაიწყო ახალი დაპატიმრებების ტალღა. NKVD-ს ოფიცრები მოდიოდნენ ღამით და აპატიმრებდნენ ინჟინერებს პირდაპირ მათი სამუშაო ადგილებიდან. ყოველ დილას ორჯონიკიძეს აწვდიდნენ ახალ სიას დაპატიმრებულთა. ყოველ დილას ეს სია იყო უფრო გრძელი. ორჯონიკიძე შეეცადა დაეცვა თავისი ადამიანები. ის წერდა წერილებს NKVD-ში, სთხოვდა გათავისუფლებას კონკრეტული ინჟინრებისთვის. ის რეკავდა ეჟოვს და ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ეს ადამიანები იყვნენ უდანაშაულო. მაგრამ ყოველი ასეთი მცდელობა იყო უშედეგო. უფრო მეტიც, ეჟოვი იწყებდა ორჯონიკიძის თავად ადამიანების დაკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ იცავდა მათ სახალხო კომისარი. ეს იყო ნათელი სიგნალი, თავად ორჯონიკიძე ხდებოდა ეჭვმიტანილი. მაისში ორჯონიკიძემ მიიღო ინფორმაცია, რომ NKVD ამზადებდა დიდ პროცესს ინჟინრების წინააღმდეგ. ეს უნდა ყოფილიყო მეორე დიდი საჯარო პროცესი, სადაც ბრალდებულები იქნებოდნენ მძიმე მრეწველობის წამყვანი სპეციალისტები. მათ უნდა დაებრალებინათ ვრედიტელობა, დივერსიები, ჯაშუშობა უცხო ძალების სასარგებლოდ. ორჯონიკიძემ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ესაუბრა სტალინს. ის წავიდა კრემლში მოუთათბირებლად, რაც იყო უჩვეულო. სტალინის მდივანმა შეეცადა შეეჩერებინა, მაგრამ ორჯონიკიძემ უბრალოდ გაიარა მისი გვერდით და შევიდა სტალინის კაბინეტში. სტალინი იჯდა თავის მაგიდასთან და კითხულობდა დოკუმენტებს. როდესაც ორჯონიკიძე შევიდა, მან აიხედა და თქვა: სერგო, რატომ არ გაფრთხილე შენს მოსვლაზე? ორჯონიკიძემ უპასუხა: იმიტომ, რომ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი. ეს არის მეგობრის ვიზიტი. ისინი იცნობდნენ ერთმანეთს 50 წლის განმავლობაში. ისინი ერთად იბრძოდნენ კავკასიაში რევოლუციის დროს. ისინი ერთად ატარებდნენ ღამეებს კონსპირაციულ ბინებში. ისინი ერთად იყვნენ ციხეებში და გადასახლებაში. სტალინი უწოდებდა ორჯონიკიძეს სერგო, ეს იყო მეგობრული მიმართვა. ორჯონიკიძე უწოდებდა სტალინს კობა, ეს იყო მისი ძველი კონსპირაციული სახელი. მაგრამ ახლა 1936 წელს ეს მეგობრობა იყო გამოცდაზე. ორჯონიკიძემ თქვა: კობა, შენ ანადგურებ საბჭოთა ინდუსტრიას. შენ აპატიმრებ საუკეთესო ინჟინრებს. შენ ქმნი ატმოსფეროს, სადაც ყველა ეშინია მუშაობის. ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. სტალინმა უპასუხა: სერგო, შენ ძალიან რბილი ხარ. შენ არ ხედავ მტრებს. ისინი არიან ყველგან. ისინი არიან შენს კომისარიატშიც. ორჯონიკიძემ თქვა: მე ვიცი ჩემი ადამიანები. მე ვიცი, ვინ არის მტერი და ვინ არის ერთგული. და მე გეუბნები, ის, რასაც ეჟოვი აკეთებს, ეს არის დანაშაული. სტალინი ადგა თავისი მაგიდიდან და მივიდა ფანჯარასთან. ის დგას უკანა მხარით ორჯონიკიძისკენ და საუბრობდა ფანჯარაში გლედან. მან თქვა: სერგო, შენ ხარ ჩემი ძველი მეგობარი. მე გიყვარვარ შენ. მაგრამ მეგობრობა არ შეიძლება იყოს უფრო მაღლა პარტიის ინტერესებზე. თუ შენ აგრძელებ ვრედიტელების დაცვას, მაშინ შენც გახდები ეჭვმიტანილი. და მე ვერ შეგიცავ შენ. ეს იყო ღია მუქარა. ეს იყო ულტიმატუმი. ორჯონიკიძემ უნდა აერჩია, ან დაჩუმება, ან კონფრონტაცია.
ორჯონიკიძე დგას რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდეგ თქვა, კობამ მე არ შემიძლია დავჩუნდე, როდესაც ვხედავ უსამართლობას. მე არ შემიძლია დავჩუნდე, როდესაც ანადგურებენ ადამიანებს, რომლებიც აშენებენ ამ ქვეყანას. თუ ეს ნიშნავს, რომ მე გავხდები ეჭვმიტანილი. მაშინ ასე იყოს. და გავიდა კაბინეტიდან. ეს იყო მათი ბოლო პირადი საუბარი როგორც მეგობრების. 1936 წლის ივნისში დაიწყო ახალი ტალღა რეპრესიებისა. NKVD-მ დააპატიმრა ორჯონიკიძის უახლოესი თანამშრომლები მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში. მათ შორის იყო მისი პირველი მოადგილე პიატაკოვი, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზატორად საბჭოთა ინდუსტრიაში. პიატაკოვის დაპატიმრება იყო პირდაპირი დარტყმა ორჯონიკიძისთვის. ეს იყო სიგნალი, არავინ არ არის ხელშეუხებელი, თუნდაც იყოს სახალხო კომისრის უახლოესი თანამშრომელი. ორჯონიკიძემ შეეცადა დაეცვა პიატაკოვი. ის წერდა წერილებს, რეკავდა, ითხოვდა შეხვედრებს. მაგრამ ყველა კარი იყო დახურული. ეჟოვი უარს ამბობდა მის მიღებაზე. სტალინი იყო ძალიან დაკავებული. პოლიტბიუროს სხვა წევრები თავს არიდებდნენ მას. ივლისში ორჯონიკიძემ მიიღო ინფორმაცია, რომ პიატაკოვს ატარებდნენ დაკითხვებს და აიძულებდნენ აღიარებინა ვრედიტელობა. უფრო მეტიც. მას აიძულებდნენ ჩვენება მიეცა ორჯონიკიძის წინააღმდეგ, რომ სახალხო კომისარი იცოდა ვრედიტელობის შესახებ და ფარავდა ვრედიტელებს. ეს იყო ახალი ტაქტიკა. NKVD არა მხოლოდ აპატიმრებდა ორჯონიკიძის ადამიანებს, არამედ აიძულებდა მათ ჩვენება მიეცათ მის წინააღმდეგ. ეს იყო მზადება დიდი პროცესისთვის, სადაც თავად ორჯონიკიძე უნდა გამხდარიყო ბრალდებული. ორჯონიკიძე ხვდებოდა ამას. ის ხედავდა, რომ ხაფანგი იკვრებოდა მის გარშემო. ის ხედავდა, რომ მისი დღეები როგორც სახალხო კომისრის იყო დათვლილი. მაგრამ ის არ აპირებდა დანებებას. აგვისტოში გაიმართა ცენტრალური კომიტეტის კიდევ ერთი პლენუმი. ამ პლენუმზე განიხილებოდა ტროცკისტური ვრედიტელობის საკითხი მრეწველობაში. ეჟოვმა წარმოადგინა დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდნენ ვრედიტელები მძიმე მრეწველობის სისტემაში. ორჯონიკიძე კვლავ აიღო სიტყვა. ამჯერად ის იყო უფრო მკაცრი და უფრო პირდაპირი. ის თქვა, რომ NKVD-ს მტკიცებულებები არის გამოძალული აღიარებები წამების შედეგად. რომ ეს ვრედიტელები არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც აღიარებენ დანაშაულებს, რომლებიც არასოდეს ჩაუდენიათ. რომ ეს არის სისტემური ტერორი საბჭოთა ინტელიგენციის წინააღმდეგ. მან გამოიყენა სიტყვა ტერორი. ეს იყო უპრეცედენტო. არავის გაუბედავს ასე დაეხასიათებინა NKVD-ს მუშაობა. დარბაზში დამყარდა დაძაბული სიჩუმე. ორჯონიკიძემ გააგრძელა. მან თქვა, რომ პირადად იცნობს ბევრ დაპატიმრებულს. რომ ის იცის მათი ბიოგრაფიები, მათი მუშაობა, მათი ღვაწლი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის საქმეში. და რომ მათი განადგურება არის დანაშაული არა მხოლოდ ამ ადამიანების, არამედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ. მან მოიტანა კონკრეტული ფაქტები. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აღიარა ერთმა ინჟინერმა, რომ ის ჩაუდენა დივერსია ქარხანაში, რომელიც ჯერ არც კი იყო აშენებული. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აღიარა სხვა ინჟინერმა. რომ ის გადასცა ტექნიკური დოკუმენტაცია უცხო დაზვერვას, მაშინ როდესაც ეს დოკუმენტაცია საერთოდ არ არსებობდა. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აღიარა მესამე ინჟინერმა, რომ ის შეხვდა უცხო აგენტს ქალაქში, სადაც ის არასოდეს ყოფილა. ეს იყო დამამცირებელი ფაქტები NKVD-სთვის. ეს იყო პირდაპირი ბრალდება ცრუ ბრალდებების შედგენაში. ეჟოვი იჯდა და უსმენდა, მისი სახე იყო წითელი რისხვისგან. როდესაც ორჯონიკიძემ დაასრულა, ეჟოვმა სთხოვა სიტყვა. ის ადგა და თქვა, ამხანა ორჯონიკიძე ცდილობს დაიცვას ვრედიტელები. ის ეჭვქვეშ აყენებს NKVD-ს მუშაობას. ის ეჭვქვეშ აყენებს პარტიის ხაზს. ეს არის საშიში პოზიცია. ეს არის პოზიცია, რომელიც ეხმარება მტრებს. ეს იყო პირდაპირი ბრალდება. ეს იყო განაცხადი, რომ ორჯონიკიძე თავად არის ეჭვმიტანილი. დარბაზში დამყარდა სრული სიჩუმე. ყველა ელოდა. რას ითხოვდა სტალინი? სტალინმა თქვა, ამხანა ორჯონიკიძეს აქვს ძველი ბოლშევიკური გამოცდილება. მაგრამ ძველი გამოცდილება ზოგჯერ ხდება დაბრკოლება ახალი რეალობის გაგებაში. ჩვენ ვიბრძვით ახალი ტიპის მტრების წინააღმდეგ. ეს მტრები არიან ჭკვიანები, მათ აქვთ ორი სახე, ისინი იმალებიან პარტიულ ბილეთებს უკან. და ჩვენ უნდა ვიყოთ უმოწყალონი მათ მიმართ.
ეს იყო კიდევ ერთი გაფრთხილება. მაგრამ ამჯერად ეს იყო უფრო მკაცრი გაფრთხილება. სტალინი ფაქტობრივად აცხადებდა, რომ ორჯონიკიძე არ ესმის ახალი რეალობა. რომ ის ხდება დაბრკოლება პარტიის ხაზის განხორციელებაში. პლენუმის შემდეგ ორჯონიკიძე დაბრუნდა თავის კაბინეტში მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში. მისი თანამშრომლები მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ ის იჯდა თავის მაგიდასთან რამდენიმე საათის განმავლობაში, უძრავად უყურებდა ფანჯარაში. ის არაფერს ამბობდა, არაფერს აკეთებდა. ის უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა. რაზე ფიქრობდა ის იმ საათებში? რა გადაწყვეტილებას იღებდა? და რა ფასი იცოდა, რომ უნდა გადაეხადა ამ გადაწყვეტილებისთვის. 1936 წლის სექტემბერში მოსკოვში გავრცელდა ჭორები, რომლებიც აღელვებდა მთელ პარტიულ ელიტას. ამბობდნენ, რომ NKVD ამზადებდა ახალ დიდ პროცესს, სადაც ბრალდებულები იქნებოდნენ არა მხოლოდ ინჟინრები და სპეციალისტები, არამედ თავად პოლიტბიუროს წევრებიც. ამბობდნენ, რომ სიაში იყო კამენევის და ზინოვიევის შემდეგ ახალი სახელები ბუხარინი, რიკოვი და სხვები. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ის, რომ ამ სიაში ასევე იყო გრიგოლ ორჯონიკიძის სახელი. ორჯონიკიძის უახლოესი თანამშრომლები ამჩნევდნენ, რომ რაღაც იცვლებოდა. სახალხო კომისრის კაბინეტში აღარ რეკავდა ტელეფონი ისე ხშირად, როგორც ადრე. პოლიტბიუროს ხდომებზე მას აღარ აძლევდნენ სიტყვას პირველ რიგში. კრემლის მიღებებზე მას აღარ უსხდნენ სტალინის გვერდით. ეს იყო მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიშნები. ორჯონიკიძე კარგავდა თავის გავლენას. მაგრამ ყველაზე საშიში იყო ის, რაც ხდებოდა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში. NKVD-ს ოფიცრები ახლა მოდიოდნენ არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისით, ღიად, დემონსტრაციულად. ისინი აპატიმრებდნენ ადამიანებს პირდაპირ მათი სამუშაო ადგილებიდან ორჯონიკიძის თანამშრომლების თვალწინ. ეს იყო გზავნილი, სახალხო კომისარს აღარ შეეძლო თავისი ადამიანების დაცვა. ერთ დღეს, სექტემბრის ბოლოს, ორჯონიკიძის კაბინეტში შემოვიდა NKVD-ს ოფიცერი და მოითხოვა მისი პირადი მდივნის დაპატიმრება. ეს იყო ადამიანი, რომელიც ორჯონიკიძესთან მუშაობდა 10 წლის განმავლობაში. ეს იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა მისი საიდუმლოება, ყველა მისი საუბარი, ყველა მისი გადაწყვეტილება. ორჯონიკიძემ უარი თქვა. ის თქვა, რომ ეს ადამიანი არის მისი პირადი თანამშრომელი და მის გარეშე დაპატიმრება შეუძლებელია. NKVD-ს ოფიცერმა უპასუხა, რომ მას აქვს ორდერი ეჟოვის ხელმოწერით. ორჯონიკიძემ თქვა, მე არ ვაძლევ ჩემს მდივანს. თუ გინდათ მისი დაპატიმრება, უნდა დამაპატიმროთ ჯერ მე. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა. ეს იყო ღია დაპირისპირება NKVD-ს. ოფიცერი გავიდა კაბინეტიდან, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო დასასრული. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. იმავე საღამოს ორჯონიკიძეს დაურეკა მოლოტოვი. საუბარი იყო მოკლე და ცივი. მოლოტოვმა თქვა, რომ ორჯონიკიძე ხელს უშლის NKVD-ს მუშაობას. რომ ის იცავს ეჭვმიტანილ ადამიანებს. რომ ეს არის დაუშვებელი. ორჯონიკიძემ უპასუხა, მე ვიცა უდანაშაულო ადამიანებს. და მე გავაგრძელებ მათ დაცვას, სანამ მე ვარ სახალხო კომისარი. მოლოტოვმა თქვა, შეიძლება ეს არ გაგრძელდეს დიდხანს და გათიშა ტელეფონი. ეს იყო ნათელი მუქარა. ორჯონიკიძეს ემუქრებოდა არა მხოლოდ დაპატიმრება, არამედ თანამდებობიდან გადაყენება. მაგრამ რაც ყველაზე საშიში იყო, ეს იყო მუქარა მოლოტოვისგან, ადამიანისგან, რომელიც იყო სტალინის უახლოესი თანამშრომელი. ეს ნიშნავდა, რომ თავად სტალინი უკვე მიიღო გადაწყვეტილება ორჯონიკიძის შესახებ. ოქტომბერში დაიწყო ახალი ტალღა დაპატიმრებებისა მძიმე მრეწველობის სისტემაში. ამჯერად NKVD აპატიმრებდა არა მხოლოდ ინჟინრებს და სპეციალისტებს, არამედ დირექტორებს, ქარხნების ხელმძღვანელებს, რეგიონული განყოფილებების უფროსებს. ყოველ დღე ორჯონიკიძეს აწვდიდნენ ახალ სიებს. ყოველ დღე ეს სიები იყო უფრო გრძელი. ორჯონიკიძე ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა. ის წერდა წერილებს სტალინს, მოლოტოვს, კაგანოვიჩს. ის ითხოვდა შეხვედრებს, ის ითხოვდა ახსნა განმარტებებს. მაგრამ მისი წერილები რჩებოდა უპასუხოდ. მისი ზარები არ იღებდნენ. მისი მოთხოვნები იგნორირებდნენ. ერთ დღეს, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ორჯონიკიძემ მიიღო ინფორმაცია, რომ მისი ძმა, პაპულია ორჯონიკიძე, რომელიც მუშაობდა საქართველოს პარტიულ ორგანიზაციაში, დააპატიმრეს თბილისში. ბრალდება იყო ჩვეულებრივი, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა. ვრედიტელობა, ჯაშუშობა. ეს იყო პირადი დარტყმა.
ეს იყო დარტყმა არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ოჯახურად. ორჯონიკიძე ძალიან უყვარდა თავისი ძმა. ისინი გაიზარდნენ ერთად საქართველოში, ისინი ერთად შევიდნენ რევოლუციურ მოძრაობაში, ისინი ერთად იბრძოდნენ. ორჯონიკიძემ დაუყოვნებლივ დაურეკა სტალინს. ამჯერად სტალინმა აიღო ტელეფონი. ორჯონიკიძემ თქვა, კობად დააპატიმრეს ჩემი ძმა. ეს არის შეცდომა. ის არის ერთგული პარტიის მიმართ. სტალინმა უპასუხა, სერგო, NKVD-ს აქვს მტკიცებულებები. შენი ძმა აღიარებს. ორჯონიკიძემ თქვა, რა აღიარებს? რა მტკიცებულებები? ეს არის სისულელე. სტალინმა თქვა, სერგო, შენ ძალიან ემოციური ხარ. ეს არის ოჯახური საქმე და ის გავლენას ახდენს შენს განსჯაზე. შენ უნდა იყო უფრო ობიექტური. და გათიშა ტელეფონი. ეს იყო ბოლო წვეთი. ორჯონიკიძე გაიგო, რომ სტალინი იყენებდა მის ძმას როგორც ბერკეტს. რომ ის ცდილობდა მის დამორჩილებას ოჯახური ტრაგედიის საშუალებით. რომ თუ ის არ დაჩუმდებოდა, მაშინ მისი ძმა იქნებოდა პირველი მსხვერპლი. მაგრამ ორჯონიკიძე არ დაჩუმდა. ნოემბერში გაიმართა პოლიტბიუროს განსაკუთრებული სხდომა. დღის წესრიგში იყო ერთი საკითხი, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში ვრედიტელობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. ეჟოვმა წარმოადგინა ანგარიში, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ მძიმე მრეწველობის სისტემა იყო ინფილტრირებული ვრედიტელებით. რომ ეს ვრედიტელები მუშაობდნენ კოორდინირებულად. რომ მათ ჰქონდათ დაცვა მაღალ დონეზე. ბოლო ფრაზა იყო პირდაპირი მინიშნება ორჯონიკიძეზე. ყველამ გაიგო ეს. დარბაზში დამყარდა დაძაბული სიჩუმე. ორჯონიკიძემ სთხოვა სიტყვა. სტალინმა რამდენიმე წამის განმავლობაში არაფერი თქვა, შემდეგ თქვა, მოდით მოვისმინოთ ამხანაგ ორჯონიკიძე. ორჯონიკიძე ადგა. მისი სახე იყო ფერმკრთალი, მაგრამ მისი ხმა იყო მტკიცე. ის თქვა, მე მოვისმინე ამხანაგ ეჟოვის ანგარიში. მე მოვისმინე მისი ბრალდებები. და მე გეუბნებით, ეს არის სიცრუე. ეს არის სიცრუე. რომელიც აშენებულია წამებაზე, გამოძალულ აღიარებებზე, ყალბ დოკუმენტებზე. დარბაზში დამყარდა სრული სიჩუმე. არავის გაუბედავს, ასე ეთქვა NKVD-ს ხელმძღვანელს პოლიტბიუროს სხდომაზე. ორჯონიკიძემ გააგრძელა, მე ვიცი, რა ხდება NKVD-ს საკნებში. მე ვიცი, როგორ იღებენ აღიარებებს. მე ვიცი, რა ფასად მიიღება ეს აღიარებები. და მე გეუბნებით, ეს არის დანაშაული. ეს არის დანაშაული პარტიის წინაშე, ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, ეს არის დანაშაული ისტორიის წინაშე. ეჟოვი ადგა და შეეცადა ჩაერია, მაგრამ ორჯონიკიძემ ხელი აიწია და თქვა, მე ჯერ არ დავასრულე. მე მაქვს უფლება დავასრულო. ის გააგრძელა, თქვენ აპატიმრებთ საუკეთესო ინჟინრებს. თქვენ აპატიმრებთ საუკეთესო სპეციალისტებს. თქვენ აპატიმრებთ ადამიანებს, რომლებმაც ააშენეს საბჭოთა ინდუსტრია. და თქვენ აბრალებთ მათ ვრედიტელობას. მაგრამ ნამდვილი ვრედიტელობა არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ. თქვენ ანადგურებთ საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის საფუძველს. ეს იყო უპრეცედენტო ბრალდება. ეს იყო ბრალდება, რომელიც აბრუნებდა ყველაფერს თავდაყირა. ორჯონიკიძე ამბობდა, რომ ნამდვილი ვრედიტელები არიან არა ინჟინრები, არამედ თავად NKVD. ეჟოვი იყო წითელი რისხვისგან. ის ადგა და თქვა, ეს არის უზნეო ბრალდება. ეს არის ბრალდება, რომელიც მოდის ვრედიტელების დამცველისგან. ორჯონიკიძემ უპასუხა, მე ვიცა უდანაშაულო ადამიანებს. და თუ ეს ნიშნავს, რომ მე ვარ ვრედიტელების დამცველი, მაშინ დიახ, მე ვარ ვრედიტელების დამცველი. ეს იყო თვითმკვლელობის ტოლფასი განცხადება. ეს იყო განცხადება, რომელიც ფაქტობრივად აცხადებდა ორჯონიკიძეს მტრად. დარბაზში დამყარდა შოკის სიჩუმე. სტალინი იჯდა უძრავად. მისი სახე იყო გამოუხატავი. მაგრამ მისი თვალები იყო ვიწრო ნაპრალები და ის უყურებდა ორჯონიკიძეს ისე, როგორც მონადირე უყურებს მსხვერპლს. ორჯონიკიძემ დაასრულა თავისი გამოსვლა, მე ვითხოვ, რომ შეჩერდეს ეს შეშლილობა. მე ვითხოვ, რომ გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები. მე ვითხოვ, რომ დასჯილ იქნენ ის, ვინც იყენებს წამებას აღიარებების მისაღებად. ეს არის ჩემი მოთხოვნა როგორც პოლიტბიუროს წევრის, როგორც სახალხო კომისრის, როგორც ძველი ბოლშევიკის. და დაჯდა. რამდენიმე წამის განმავლობაში არავინ არაფერს ამბობდა.
შემდეგ სტალინმა თქვა, ჩვენ მოვისმინეთ ამხანა გორჯონიკიძის აზრი. ეს არის მისი აზრი და ის აქვს უფლება გამოთქვას იგი. მაგრამ პარტიას აქვს თავისი აზრი. და პარტიის აზრი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უმოწყალონი ვრედიტელების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და სად არ უნდა მუშაობდნენ ისინი. ეს იყო საბოლოო განაჩენი. სტალინი ფაქტობრივად აცხადებდა, რომ ორჯონიკიძის აზრი არის მცდარი და რომ პარტია არ დაუჭერს მას მხარს. შემდეგ სტალინმა დაამატა, ამხანა გორჯონიკიძე არის ჩვენი ძველი მეგობარი. ის არის ადამიანი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში. მაგრამ ძველი ღვაწლი არ იძლევა უფლებას შეცდომებზე. და ამხანა გორჯონიკიძე უშვებს შეცდომას. ის უშვებს დიდ შეცდომას, როდესაც იცავს ვრედიტელებს. ეს იყო საჯარო დაგმობა. ეს იყო საჯარო განცხადება, რომ ორჯონიკიძე შეცდა და რომ ის უნდა გამოსწორდეს. პოლიტბიუროს სხდომის შემდეგ ორჯონიკიძე დაბრუნდა თავის კაბინეტში. მისი თანამშრომლები მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ ის შევიდა კაბინეტში, დახურა კარი და დარჩა მარტო რამდენიმე საათის განმავლობაში. არავინ იცოდა, რას აკეთებდა ის იმ საათებში. არავინ იცოდა, რაზე ფიქრობდა ის. მაგრამ როდესაც ის გამოვიდა კაბინეტიდან, მისი სახე იყო მშვიდი. ის მოუწოდა თავის უახლოეს თანამშრომლებს და უთხრა მათ გააგრძელეთ მუშაობა. გააგრძელეთ იმის კეთება, რაც სწორია. არ შეგეშინდეთ. არ დანებდეთ. ეს იყო მისი ბოლო ინსტრუქცია მათთვის. დეკემბერში სიტუაცია გამწვავდა კიდევ უფრო. NKVD-მ დააპატიმრა ორჯონიკიძის თითქმის ყველა უახლოესი თანამშრომელი მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში. მათ შორის იყო მისი მოადგილეები, მისი რეფერენტები, მისი მრჩევლები. ყოველ დღე ორჯონიკიძე მოდიოდა თავის კაბინეტში და ხედავდა ცარიელ მაგიდებს, სადაც ადრე მუშაობდნენ მისი ადამიანები. ის ცდილობდა ეპოვა ახალი თანამშრომლები, მაგრამ არავინ არ ბედავდა მასთან მუშაობას. ყველამ იცოდა, რომ ორჯონიკიძე იყო ეჭვმიტანილი. ყველამ იცოდა, რომ მასთან მუშაობა ნიშნავდა ავტომატურად ეჭვმიტანილად ქცევას. ორჯონიკიძე რჩებოდა მარტო. დეკემბრის შუა რიცხვებში მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მისი ძმა, პაპულია ორჯონიკიძე, აღიარა თბილისში. ის აღიარა, რომ იყო ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი. ის აღიარა, რომ ეწეოდა ვრედიტელობას. და ის აღიარა, რომ მისი ძმა, გრიგოლ ორჯონიკიძე, იცოდა ამის შესახებ და ფარავდა მას. ეს იყო ის, რასაც NKVD ელოდა. ეს იყო ის ჩვენება, რომელიც საჭირო იყო ორჯონიკიძის დასაპატიმრებლად. ორჯონიკიძემ მიიღო ეს ინფორმაცია და გაიგო, რომ დრო ამოიწურა. რომ NKVD ახლა ჰქონდა ის, რაც სჭირდებოდა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას. რომ მისი დაპატიმრება იყო დროის საკითხი. მან გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ესაუბრა სტალინს. ეს იყო ბოლო მცდელობა. ეს იყო ბოლო შანსი. დეკემბრის 27 რიცხვს საღამოს ორჯონიკიძე წავიდა კრემლში. ის არ გააფრთხილა თავისი მოსვლის შესახებ. ის უბრალოდ მივიდა სტალინის კაბინეტთან და უთხრა მდივანს, მე უნდა ვნახო კობა. ეს არის გადაუდებელი. მდივანმა შევიდა სტალინის კაბინეტში და რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა. ის თქვა, ამხანაგ სტალინი გიღებთ. ორჯონიკიძე შევიდა კაბინეტში. სტალინი იჯდა თავის მაგიდასთან და ეწეოდა ფაიფურს. ის არ აიხედა ორჯონიკიძისკენ, როდესაც ის შევიდა. ორჯონიკიძემ თქვა, კობა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. სტალინმა თქვა, ვისაუბროთ. მაგრამ ის კვლავ არ უყურებდა მას. ორჯონიკიძემ თქვა, კობა, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს 50 წლის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად ვაშენებდით ამ ქვეყანას. და ახლა შენ მანადგურებ ყველაფერს, რაც ჩვენ ავაშენეთ. სტალინმა საბოლოოდ აიხედა მისკენ. მისი თვალები იყო ცივი. ის თქვა, სერგო, შენ ემოციური ხარ. შენ არ ხედავ სურათს მთლიანად. ორჯონიკიძემ თქვა, მე ვხედავ სურათს ძალიან კარგად. მე ვხედავ, როგორ აპატიმრებენ უდანაშაულო ადამიანებს. მე ვხედავ, როგორ იყენებენ წამებას. მე ვხედავ, როგორ ანადგურებენ საბჭოთა ინტელიგენციას. და მე ვხედავ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. სტალინმა თქვა, ფრთხილად იყავი, სერგო. ფრთხილად იყავი იმაში, რასაც ამბობ. ორჯონიკიძემ თქვა, რატომ უნდა ვიყო ფრთხილად? რატომ უნდა ვეშინოდეს ჭეშმარიტების თქმის? ჩვენ ვართ ბოლშევიკები. ჩვენ ვიბრძოდით ჭეშმარიტებისთვის.
და ახლა შენ მითხარ, რომ უნდა ვეშინოდეს ჭეშმარიტების თქმის, სტალინი ადგა თავისი მაგიდიდან. ის მივიდა ფანჯარასთან და დგას უკანა მხარით ორჯონიკიძისკენ. ის თქვა, სერგო, შენ არ ესმის. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის. ჩვენ გარშემორტყმულები ვართ მტრებით. ისინი არიან ყველგან, გარეთ და შიგნით. და ჩვენ უნდა ვიყოთ უმოწყალონი. ჩვენ უნდა განვადგუროთ ისინი, სანამ ისინი განგვანადგურებენ ჩვენ. ორჯონიკიძემ თქვა, და ვინ არიან ეს მტრები? ინჟინრები, რომლებმაც ააშენეს ჩვენი ქარხნები. სპეციალისტები, რომლებმაც გაუშვეს ჩვენი კომბინატები. ძველი ბოლშევიკები, რომლებიც იბრძოდნენ რევოლუციისთვის. ეს არიან მტრები, სტალინმა მოიბრუნა და უყურა ორჯონიკიძეს. ის თქვა, დიახ. ისინი არიან მტრები. იმიტომ რომ ისინი შეიძლება გახდნენ მტრები. იმიტომ რომ ისინი აქვთ ცოდნა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ. იმიტომ რომ ისინი აქვთ კავშირები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ. და ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ. სანამ ისინი გახდებიან მტრები. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ახლა. ორჯონიკიძემ თქვა, ეს არის შეშლილობა. ეს არის პარანოია. შენ ხედავ მტრებს ყველგან, სადაც მათ არ არიან. სტალინმა თქვა, არა, სერგო. შენ არ ხედავ მტრებს იქ, სადაც ისინი არიან. და ეს არის შენი პრობლემა. ეს არის შენი სისუსტე. და ეს სისუსტე შეიძლება დაგიჯდეს ძალიან ძვირად. ორჯონიკიძემ თქვა, შენ მე მუქრები, სტალინმა თქვა, მე გაფრთხილებ. მე გაფრთხილებ როგორც მეგობარი. შენ უნდა შეცვალო შენი პოზიცია. შენ უნდა შეწყვიტო ვრედიტელების დაცვა. შენ უნდა შეწყვიტო NKVD-ს მუშაობის ხელის შეშლა. თუ შენ არ გააკეთებ ამას, მაშინ შედეგები იქნება ძალიან სერიოზული. ორჯონიკიძემ თქვა, და რა იქნება ეს შედეგები? დამაპატიმრებ? დამსჯი? მომკლავ? სტალინმა თქვა, სერგო, არა იძულო მე გავაკეთო ის, რაც არ მინდა. შენ ხარ ჩემი ძველი მეგობარი. მე არ მინდა დაგკარგო. მაგრამ თუ შენ აგრძელებ ამ გზას, მაშინ მე არ მექნება არჩევანი. ორჯონიკიძე დგას რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდეგ თქვა, კობა, შენ უკვე დამკარგე. შენ დამკარგე იმ დღეს, როდესაც დაიწყე ეს ყველაფერი. შენ დამკარგე იმ დღეს, როდესაც გადაწყვიტე, რომ ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჭეშმარიტება. შენ დამკარგე იმ დღეს, როდესაც გადაწყვიტე, რომ შიში უფრო ეფექტურია ვიდრე ერთგულება. სტალინის სახე გაქვავდა. ის თქვა, გამოდი ჩემი კაბინეტიდან. ორჯონიკიძემ თქვა, მე გამოვალ. მაგრამ დამიმახსოვრე ჩემი სიტყვები. დამიმახსოვრე, როდესაც შენ დარჩები მარტო. როდესაც ყველა, ვინც შენ უყვარდა, იქნება ან მკვდარი, ან შეშინებული. დამიმახსოვრე, რომ იყო ადამიანი, რომელმაც გითხრა ჭეშმარიტება. და ის გავიდა კაბინეტიდან. ეს იყო მათი ბოლო საუბარი. რა გრძნობდა ორჯონიკიძე, როდესაც გამოდიოდა კრემლიდან იმ საღამოს? რა ფიქრები ატარებდა მას თავში? და რა გადაწყვეტილება მიიღო ის იმ ღამით? დეკემბრის 28 რიცხვს დილით. ორჯონიკიძე არ გამოცხადდა თავის სამსახურში. ეს იყო უჩვეულო, რადგან ის ყოველთვის იყო პირველი, ვინც მოდიოდა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში. მისი მძღოლი დარეკა მის ბინაში, მაგრამ არავინ არ პასუხობდა ტელეფონს. შუადღისას მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს წასვლა მის ბინაში. როდესაც ისინი მივიდნენ, კარი იყო ჩაკეტილი. ისინი დაურეკეს, მაგრამ არავინ არ პასუხობდა. ისინი დაურეკეს კრემლის დაცვას. მოვიდა ოფიცერი, გახსნა კარი და ისინი შევიდნენ ბინაში. ორჯონიკიძე იყო თავის კაბინეტში. ის იჯდა თავის სავარძელში, მაგიდასთან. მის წინ იდო რამდენიმე დოკუმენტი და ერთი წერილი. მისი სახე იყო მშვიდი. მისი თვალები იყო დახუჭული. ოფიციალური ვერსიით, გრიგოლ ორჯონიკიძე გარდაიცვალა გულის შეტევისგან. ეს იყო ის, რაც გამოაცხადეს გაზეთებში. ეს იყო ის, რაც უთხრეს საბჭოთა ხალხს. მაგრამ ის ადამიანები, ვინც იყო იმ ბინაში იმ დღეს, იცოდნენ სხვა ისტორია. მაგიდაზე იდო წერილი. ეს იყო წერილი სტალინისადმი. წერილი, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა. წერილი, რომელიც გაქრა იმავე დღეს. მაგრამ ერთმა ადამიანმა, ვინც იყო იმ ოთახში, წაიკითხა ეს წერილი სანამ ის აიღეს.
და ამ ადამიანმა დაიმახსოვრა რამდენიმე ხაზი. კობა, მე აღარ შემიძლია ვუყურო იმას, რასაც შენ აკეთებ. მე აღარ შემიძლია ვიყო ნაწილი ამ დანაშაულისა. მე ვირჩევ სიკვდილს ვიდრე თანამონაწილეობას ამ შეშლილობაში. შენ იტყვი, რომ ეს არის საჭირო. შენ იტყვი, რომ ეს არის გადარჩენისთვის. მაგრამ მე გეუბნები, ეს არის განადგურება. შენ ანადგურება არ ამტრებს, არამედ თავად საბჭოთა ხელისუფლებას. და ისტორია გსაჯავს ამისთვის. ეს იყო ორჯონიკიძის ბოლო სიტყვები. დაკრძალვა გაიმართა წითელ მოედანზე. მოვიდა ასობით ათასი ადამიანი. სტალინი თავად ატარებდა კუბოს. ის ატიროდა. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორი დიდი დანაკარგი იყო ეს საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორი ერთგული ბოლშევიკი იყო ორჯონიკიძე. მაგრამ ის, ვინც იცნობდა სტალინს, ხედავდა, რომ მისი ცრემლები იყო ყალბი. ხედავდა, რომ მისი სიტყვები იყო ცარიელი. ხედავდა, რომ ის თამაშობდა როლს. დაკრძალვის შემდეგ დაიწყო ახალი ტალღა რეპრესიებისა. NKVD-მ დააპატიმრა თითქმის ყველა, ვინც მუშაობდა ორჯონიკიძესთან. მათ დააპატიმრეს მისი ოჯახის წევრები. მათ დააპატიმრეს მისი მეგობრები. მათ დააპატიმრეს ყველა, ვინც იცნობდა მას. ორჯონიკიძის ძმა, პაპულია, დახვრიტეს 1937 წელს. მისი მოადგილე პიატაკოვი დახვრიტეს იმავე წელს. მისი თანამშრომლები ერთი მეორის მიყოლებით გაქრნენ NKVD-ს საკნებში. მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატი გაწმინდეს. ახალი ადამიანები მოვიდნენ. ახალი დირექტორები, ახალი ინჟინრები, ახალი სპეციალისტები. ადამიანები, რომლებიც არ იცოდნენ ორჯონიკიძის შესახებ. ადამიანები, რომლებიც არ იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა. 1937 წელი გახდა დიდი ტერორის წელი. ასობით ათასი ადამიანი დააპატიმრეს. ათეულობით ათასი ადამიანი დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ ძველი ბოლშევიკები, პარტიის ხელმძღვანელები, სამხედრო მეთაურები, ინჟინრები, სპეციალისტები, მწერლები, მხატვრები. ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეეცადა შეეჩერებინა ეს. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა ჭეშმარიტება. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გაბედა დაეპირისპირებინა სტალინს. და ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გადაიხადა ამისთვის. მაგრამ მისი ბრძოლა არ იყო უშედეგო. მისი სიტყვები არ დაივიწყა. მისი მაგალითი არ გაქრა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაიმახსოვრეს. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეინახეს მისი მოგონება. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ის იყო მართალი. და როდესაც წლები გავიდა, როდესაც სტალინი თავად მოკვდა, როდესაც დიდი ტერორის არქივები გაიხსნა, მაშინ ყველამ შეიტყო ჭეშმარიტება. ყველამ შეიტყო, რომ ორჯონიკიძე იყო მართალი. რომ ის ცდილობდა შეეჩერებინა დანაშაული. რომ ის ცდილობდა გადაერჩინა უდანაშაულო ადამიანები. მაგრამ ეს ცოდნა მოვიდა ძალიან გვიან. ძალიან გვიან იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც დაიღუპნენ. ძალიან გვიან იმ ათასობით ოჯახისთვის, რომლებიც განადგურდნენ. ძალიან გვიან იმ ქვეყნისთვის, რომელიც დაკარგა თავისი საუკეთესო ადამიანები. 1937 წლის თებერვალში ორჯონიკიძის სიკვდილის 2 თვის შემდეგ NKVD-ს სპეციალურმა ჯგუფმა შევიდა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის არქივში. მათ ჰქონდათ სპეციალური ბრძანება, ამოიღონ და განადგურონ ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო ორჯონიკიძის საქმიანობასთან ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს იყო უპრეცედენტო ოპერაცია. ჩვეულებრივ დაპატიმრებული ადამიანების დოკუმენტები ინახებოდა როგორც მტკიცებულება. მაგრამ ორჯონიკიძის შემთხვევაში სტალინმა გადაწყვიტა, რომ ზოგიერთი დოკუმენტი უნდა გაქრეს სამუდამოდ. რა იყო ეს დოკუმენტები? რა ინფორმაციას შეიცავდნენ ისინი? და რატომ იყო ისინი ისეთი საშიში, რომ თავად სტალინი ითხოვდა მათ განადგურებას? პირველი კატეგორია იყო ორჯონიკიძის წერილები სტალინისადმი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ორჯონიკიძემ დაწერა 50-ზე მეტი წერილი, სადაც ის აკრიტიკებდა რეპრესიების პოლიტიკას. ამ წერილებში ის მოიტანდა კონკრეტულ მაგალითებს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებისა. ის აღწერდა, როგორ იყენებდა NKVD წამებას აღიარებების მისაღებად. ის აფრთხილებდა, რომ ეს პოლიტიკა განადგურებდა საბჭოთა ინდუსტრიალიზაციას. ეს წერილები იყო დამამცირებელი სტალინისთვის.
ისინი აჩვენებდნენ, რომ ორჯონიკიძე არა მხოლოდ არ ეთანხმებოდა რეპრესიებს, არამედ აქტიურად ებრძოდა მათ. ისინი აჩვენებდნენ, რომ სტალინი იცოდა ყველაფერი იმის შესახებ, რაც ხდებოდა. და მაინც აგრძელებდა. ყველა ეს წერილი განადგურდა. არც ერთი არ შემორჩა. მეორე კატეგორია იყო ოქმები პოლიტბიუროს ხდომებისას, სადაც ორჯონიკიძე ეჩხუბებოდა სტალინს და ეჟოვს. ეს იყო დეტალური ჩანაწერები იმისა, თუ რა ამბობდა ორჯონიკიძე, როგორ აკრიტიკებდა ის NKVD-ს მუშაობას, როგორ ითხოვდა ის რეპრესიების შეჩერებას. ეს ოქმები იყო საშიში, რადგან ისინი აჩვენებდნენ, რომ პოლიტბიუროში არსებობდა ოპოზიცია სტალინის პოლიტიკის მიმართ. ისინი აჩვენებდნენ, რომ არა ყველა პარტიის ხელმძღვანელი ეთანხმებოდა დიდ ტერორს. ისინი აჩვენებდნენ, რომ იყო ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ შეეჩერებინათ ეს. ყველა ეს ოქმი განადგურდა. დარჩა მხოლოდ ოფიციალური ვერსიები, სადაც ორჯონიკიძის გამოსვლები იყო ძალიან შემოკლებული და ცენზურირებული. მესამე კატეგორია იყო დოკუმენტები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ორჯონიკიძე ცდილობდა დაეცვა. ეს იყო სიები ინჟინრებისა და სპეციალისტებისა, რომლებზეც ორჯონიკიძე წერდა დადებით დახასიათებებს. ეს იყო დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს ადამიანები იყვნენ კვალიფიციური და ერთგული. ეს დოკუმენტები იყო საშიში, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ NKVD-ს ბრალდებებს. თუ ეს დოკუმენტები შემორჩებოდა, მაშინ ნათელი იქნებოდა, რომ ბევრი დაპატიმრებული იყო უდანაშაულო. რომ მათი ბრალდებები იყო გამოგონილი. რომ მთელი დიდი ტერორი იყო აშენებული სიცრუეზე. ყველა ეს დოკუმენტი განადგურდა. მეოთხე კატეგორია იყო ორჯონიკიძის პირადი დღიური. ის აწარმოებდა დღიურს 30 წლის განმავლობაში. ამ დღიურში ის აღწერდა თავის ფიქრებს, თავის შეხედულებებს, თავის საუბრებს სტალინთან და სხვა პარტიის ხელმძღვანელებთან. ბოლო 2 წლის ჩანაწერები ამ დღიურში იყო განსაკუთრებით დეტალური. ორჯონიკიძე აღწერდა, როგორ იცვლებოდა სტალინი. როგორ ხდებოდა ის უფრო ეჩვიანი, უფრო პარანოიდული, უფრო სასტიკი. ის აღწერდა საუბრებს, სადაც სტალინი ღიად საუბრობდა იმაზე, რომ საჭირო იყო გაწმენდა პარტიისა და ქვეყნისა. ეს დღიური იყო ყველაზე საშიში დოკუმენტი. ის იყო პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ სტალინი პირადად გეგმავდა და ხელმძღვანელობდა დიდ ტერორს. რომ ეს არ იყო NKVD-ს ინიციატივა, არამედ სტალინის პირადი გადაწყვეტილება. დღიური განადგურდა. მაგრამ არა მთლიანად. ერთმა ადამიანმა, ვინც მუშაობდა ორჯონიკიძის ბინაში, წაიღო რამდენიმე გვერდი ამ დღიურიდან, სანამ NKVD მოვიდოდა. ეს ადამიანი დამალა ეს გვერდები და შეინახა ისინი 30 წლის განმავლობაში. მხოლოდ ხრუშჩოვის დროს 1956 წელს ამ ადამიანმა გადასცა ეს გვერდები პარტიის არქივს. ამ გვერდებზე იყო ჩანაწერი 1936 წლის დეკემბრის 27 რიცხვისა, იმ დღისა, როდესაც ორჯონიკიძე ბოლოჯერ ესაუბრა სტალინს. ამ ჩანაწერში ორჯონიკიძე წერდა, დღეს ვესაუბრე კობას. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი როგორც მეგობრების. ის აღარ არის ის ადამიანი, რომელიც იყო. ის გახდა რაღაც სხვა. რაღაც საშიში. ის ხედავს მტრებს ყველგან. ის ენდობა არავის. ის აპირებს განადგუროს ყველა, ვინც შეიძლება გახდეს საფრთხე მისი ძალაუფლებისთვის. და მე ვარ ამ სიაში. მე ვიცი ეს. მე უგრძნობ ეს. მე ვხედავ, როგორ იკვრება ხაფანგი ჩემს გარშემო. და მე უნდა გადავწყვიტო, რას ვარჩევ. დანებებას თუ წინააღმდეგობას. სიცოცხლეს თუ პრინციპებს. მე უკვე გადავწყვიტე. ეს იყო ბოლო ჩანაწერი ორჯონიკიძის დღიურში. მაგრამ არა მხოლოდ დოკუმენტები განადგურდა. განადგურდა ადამიანებიც, ვინც იცოდა ჭეშმარიტება. ყველა, ვინც იყო ორჯონიკიძის ბინაში იმ დღეს, როდესაც ის მოკვდა, დააპატიმრეს 1 თვის განმავლობაში. ყველა, ვინც მუშაობდა მასთან ბოლო წლებში, დააპატიმრეს. ყველა, ვინც იცნობდა მას პირადად, გახდა ეჭმიტანილი. ეს იყო სისტემური ოპერაცია ჭეშმარიტების განადგურებისთვის. ეს იყო მცდელობა, რომ წაშლილიყო ისტორიიდან ის, რაც მოხდა. რომ არავინ არასოდეს შეიტყობდა, რომ იყო ადამიანი, რომელიც ებრძოდა დიდ ტერორს. რომ იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეეჩერებინა სტალინი. მაგრამ ისტორიას აქვს გზა გამოვლინდეს. დოკუმენტები, რომლებიც უნდა განადგურებულიყო, ზოგჯერ რჩება. ადამიანები, რომლებიც უნდა დაჩუმებულიყვნენ, ზოგჯერ საუბრობენ.
და ჭეშმარიტება, რომელიც უნდა დამარხულიყო, ზოგჯერ გამოდის ზედაპირზე. 1956 წელს, ხრუშჩოვის დროს, როდესაც დაიწყო დესტალინიზაცია, გაიხსნა ზოგიერთი არქივი. გამოვიდა ზოგიერთი დოკუმენტი. გამოჩნდა ზოგიერთი მოწმე. და ნელ-ნელა დაიწყო ჭეშმარიტების გამოვლინება. გაირკვა, რომ ორჯონიკიძე არ მოკვდა გულის შეტევისგან. გაირკვა, რომ ის ებრძოდა რეპრესიებს. გაირკვა, რომ ის ცდილობდა დაეცვა უდანაშაულო ადამიანები. გაირკვა, რომ ის იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, ვინც გაბედა დაეპირისპირებინა სტალინს. მაგრამ სრული ჭეშმარიტება ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ბევრი დოკუმენტი ჯერ კიდევ არის დახურული. ბევრი არქივი ჯერ კიდევ არის მიუწვდომელი. ბევრი საიდუმლოება ჯერ კიდევ არის დამარხული. რა სხვა დოკუმენტები არსებობს იმ დღის შესახებ, როდესაც ორჯონიკიძე მოკვდა? რა სხვა ჩანაწერები არსებობს მისი ბოლო საუბრების შესახებ სტალინთან? რა სხვა მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ის ებრძოდა რეპრესიებს? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. ეს საიდუმლოებები რჩება გახსნილი. და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ ერთ დღეს სრული ჭეშმარიტება გამოვლინდება. 1927 წლის იანვარში ორჯონიკიძის სიკვდილის ერთი თვის შემდეგ მოსკოვში გაიმართა მეორე დიდი საჯარო პროცესი. ბრალდებულები იყვნენ პიატაკოვი, რადეკი და სხვა ტროცკისტები. ყველა მათგანი აღიარებდა ვრედიტელობას, ჯაშუშობას, ტერორისტულ აქტების ორგანიზებას. პროცესზე პიატაკოვმა აღიარა, რომ ის მუშაობდა ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომ ის ეწეოდა ვრედიტელობას მძიმე მრეწველობის სისტემაში და რომ ორჯონიკიძე იცოდა ამის შესახებ და ფარავდა მას. ეს იყო სიცრუე. ეს იყო გამოძალული აღიარება. მაგრამ ეს იყო ის, რაც საჭირო იყო სტალინს. ეს იყო ის, რაც ამართლებდა ორჯონიკიძის სიკვდილს. ეს იყო ის, რაც აჩვენებდა, რომ ორჯონიკიძე თავად იყო ეჭვმიტანილი. პროცესის შემდეგ პიატაკოვი დახვრიტეს. მასთან ერთად დახვრიტეს 17 სხვა ადამიანი. ყველა მათგანი იყო ორჯონიკიძის ყოფილი თანამშრომელი. მაგრამ რეპრესიები არ შეჩერდა. ისინი გაგრძელდა მთელი 1927 და 28 წლების განმავლობაში. ასობით ათასი ადამიანი დააპატიმრეს. ათეულობით ათასი ადამიანი დახვრიტეს. მილიონობით ადამიანი გაიგზავნეს ბანაკებში. ორჯონიკიძე ცდილობდა შეეჩერებინა ეს. ის ცდილობდა გადაერჩინა ადამიანები. ის ცდილობდა დაეცვა ჭეშმარიტება. მაგრამ ის ვერ შეძლო. რატომ? რატომ ვერ შეძლო ის შეჩერება იმისა, რაც ხდებოდა? რატომ ვერ შეძლო ის დაცვა იმ ადამიანებისა, რომლებსაც იცნობდა და უყვარდა? პასუხი არის მარტივი და საშიში ერთდროულად. იმიტომ, რომ ის იყო მარტო. იმიტომ, რომ არავინ არ დაუჭირა მას მხარი. იმიტომ, რომ ყველა სხვა პოლიტბიუროს წევრი ან ეშინოდა სტალინის, ან ეთანხმებოდა მის პოლიტიკას. მოლოტოვი, რომელიც იყო სტალინის უახლოესი თანამშრომელი, არასოდეს არ დაუჭირა მხარი ორჯონიკიძეს. კაგანოვიჩი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი პოლიტბიუროში, არასოდეს არ დაუჭირა მხარი ორჯონიკიძეს. ბოროშილოვი, რომელიც იყო თავდაცვის სახალხო კომისარი, არასოდეს არ დაუჭირა მხარი ორჯონიკიძეს. ყველა მათგანი ან ჩუმობდა, ან აქტიურად მხარს უჭერდა რეპრესიებს. ყველა მათგანი ან ეშინოდა, ან ეთანხმებოდა. და ორჯონიკიძე დარჩა მარტო. მარტო თავის ბრძოლაში. მარტო თავის პრინციპებში. მარტო თავის სიკვდილში. მაგრამ მისი მარტოობა არ იყო სრული. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ენდობოდნენ მას. იყვნენ ადამიანები, რომლებიც აფასებდნენ მას. იყვნენ ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, რომ ის იყო მართალი. ეს ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი მუშები, ინჟინრები, სპეციალისტები. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ქარხნებში და ფაბრიკებში. ადამიანები, რომლებიც აშენებდნენ საბჭოთა ინდუსტრიას. ადამიანები, რომლებსაც ორჯონიკიძე ცდილობდა დაეცვა. ბევრი მათგანი დააპატიმრეს. ბევრი მათგანი დახვრიტეს. მაგრამ ზოგიერთი გადარჩა. და ეს ადამიანები ინახავდნენ ორჯონიკიძის მოგონებას. ისინი ინახავდნენ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ იცავდა ის მათ. თუ როგორ ებრძოდა ის მათთვის. თუ როგორ სწირავდა ის თავის სიცოცხლეს მათთვის. 1956 წელს, როდესაც ხრუშჩოვმა დაიწყო დესტალინიზაცია, ეს ადამიანები დაიწყა საუბარი.
ისინი დაიწყეს მოგონებების გაზიარება. ისინი დაიწყეს ჭეშმარიტების მოყოლა. ერთ-ერთმა ყოფილმა ინჟინერმა, რომელიც მუშაობდა მაგნიტოგორსკის კომბინატში, მოგვიანებით იხსენებდა, 1936 წელს მე დამაპატიმრეს. მაბრალებდნენ ვრედიტელობას. მე ვიცოდი, რომ ეს იყო სიცრუე. მე ვიცოდი, რომ მე არაფერი ჩამიდენია. მაგრამ NKVD-ში მითხრეს, რომ თუ არ ავაღიარებდი, მაშინ დააპატიმრებდნენ ჩემს ოჯახს. მე ვიცოდი, რომ უნდა მეაღიარებინა. მაგრამ მაშინ მოვიდა ორჯონიკიძე. ის პირადად მოვიდა NKVD-ში და მოითხოვა ჩემი გათავისუფლება. ის თქვა, რომ ის პირადად იცნობდა მე და რომ ის იცოდა, რომ მე ვარ ერთგული. მე გამათავისუფლეს. მე გადავრჩი. მაგრამ ორჯონიკიძე არ გადარჩა. ის გადაიხადა ფასი ჩემი გადარჩენისთვის. კიდევ ერთმა ყოფილმა სპეციალისტმა, რომელიც მუშაობდა ქუზნეცკის ქარხანაში, მოგვიანებით იხსენებდა, ორჯონიკიძე იყო ერთადერთი ადამიანი პარტიის ხელმძღვანელობაში, რომელიც ნამდვილად ზრუნავდა ჩვენზე. ის იცოდა ჩვენი სახელები. ის იცოდა ჩვენი მუშაობა. ის იცოდა ჩვენი პრობლემები. და როდესაც დაიწყო რეპრესიები, ის იყო ერთადერთი, ვინც ცდილობდა ჩვენს დაცვას. ბევრი ჩვენგანი გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ორჯონიკიძე იბრძოდა ჩვენთვის. და როდესაც ის მოკვდა, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს არ იყო ბუნებრივი სიკვდილი. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ის მოკლეს იმიტომ, რომ ის ცდილობდა ჩვენს დაცვას. ეს მოგონებები ინახება დღესაც. ეს ისტორიები გადაეცემა თაობიდან თაობას. და ისინი გვახსენებენ, რომ იყო ადამიანი, რომელიც ებრძოდა. რომ იყო ადამიანი, რომელიც არ დანებდა. რომ იყო ადამიანი, რომელიც სწირავდა თავის სიცოცხლეს პრინციპებისთვის. დღეს, თითქმის 100 წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით ბევრი იმის შესახებ, რაც მოხდა 1936 წელს. ჩვენ ვიცით, რომ ორჯონიკიძე ებრძოდა რეპრესიებს. ჩვენ ვიცით, რომ ის ცდილობდა დაეცვა უდანაშაულო ადამიანები. ჩვენ ვიცით, რომ ის გადაიხადა ფასი ამ ბრძოლისთვის. მაგრამ ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ. ბევრი საიდუმლოება რჩება გახსნილი. ბევრი დოკუმენტი რჩება დამარხული. რა სხვა ადამიანები ცდილობდნენ შეეჩერებინათ რეპრესიები? რა სხვა ხმები იყო აწეული პოლიტბიუროში? რა სხვა ბრძოლები იყო გაბმული კულისებს მიღმა? ჩვენ ვიცით, რომ ორჯონიკიძე არ იყო მარტო თავის შეხედულებებში. ჩვენ ვიცით, რომ იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე ეჭვობდნენ რეპრესიების პოლიტიკაში. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რატომ ჩუმობდნენ ისინი? რატომ არ დაუჭირეს მხარი ორჯონიკიძეს? ეს კითხვები რჩება. და შეიძლება ისინი არასოდეს მიიღონ სრული პასუხი. იმიტომ, რომ ბევრი დოკუმენტი განადგურდა. იმიტომ, რომ ბევრი მოწმე მოკვდა. იმიტომ, რომ ბევრი ჭეშმარიტება დამარხულია სამუდამოდ. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ მთავარი. გავიგოთ, რომ დიდი ტერორი არ იყო გარდაუვალი. რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ მის შეჩერებას. რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ მას. ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი ამ ადამიანებიდან. ის იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, ვინც გაბედა დაეპირისპირებინა სტალინს. ის იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, ვინც თქვა ჭეშმარიტება. და ის გადაიხადა ფასი ამისთვის. ის გადაიხადა უმაღლესი ფასი, თავისი სიცოცხლე. მაგრამ მისი მსხვერპლი არ იყო უშედეგო. მისი ბრძოლა არ იყო უაზრო. მისი მაგალითი არ დაივიწყა. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ საშინელ წლებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ სიბნელეს. ჩვენ ვხედავთ ასევე შუქს. შუქს იმ ადამიანებისას, რომლებიც ებრძოდნენ. შუქს იმ ადამიანებისას, რომლებიც არ დანებდნენ. შუქს იმ ადამიანებისას, რომლებიც სწირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს პრინციპებისთვის. ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი ამ შუქებიდან. და მისი შუქი კვლავ ანათებს დღესაც. რას გვასწავლის მისი ისტორია? რას გვეუბნება ის ჩვენზე, ჩვენს დროზე, ჩვენს არჩევანებზე? ის გვასწავლის, რომ პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძალაუფლება. რომ ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უსაფრთხოება. რომ ზოგჯერ უნდა იბრძოლო, თუნდაც იცოდე, რომ შეიძლება დამარცხდე. ის გვასწავლის, რომ ჩუმობა არის თანამონაწილეობა. რომ როდესაც ხედავ უსამართლობას და არაფერს აკეთებ, შენ ხდები ნაწილი ამ უსამართლობისა. რომ ზოგჯერ უნდა ამოიწიო ხმა, თუნდაც იცოდე, რომ შენ ხარ მარტო.
ის გვასწავლის, რომ ისტორია არ არის გარდაუვალი, რომ ყოველთვის არსებობს არჩევანი, რომ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა წინააღმდეგობის გაწევისა, რომ ყოველთვის არსებობს შანსი შეცვალო რაღაც. ორჯონიკიძემ გააკეთა თავისი არჩევანი. ის აირჩია წინააღმდეგობა. ის აირჩია ბრძოლა. ის აირჩია პრინციპები. და თუმცა ის დამარცხდა, თუმცა ის ვერ შეძლო შეჩერება იმისა, რაც ხდებოდა, მისი არჩევანი კვლავ აქვს მნიშვნელობა. მისი მაგალითი კვლავ აქვს ძალა. მისი ისტორია კვლავ აქვს გაკვეთილი. რადგან ის გვახსენებს, რომ ყოველთვის არსებობს არჩევანი. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა. ყოველთვის არსებობს შანსი. და ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. არა ის, რომ ორჯონიკიძე დამარცხდა. არამედ ის, რომ ის იბრძოდა. არა ის, რომ ის ვერ შეძლო შეცვლა ისტორიისა. არამედ ის, რომ ის შეეცადა. და ეს მცდელობა, ეს ბრძოლა, ეს არჩევანი, ეს არის ის, რაც რჩება. ეს არის ის, რაც აქვს მნიშვნელობა. ეს არის ის, რაც გვაძლევს იმედს. იმედს, რომ თუნდაც ყველაზე ბნელ დროებში ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან. ადამიანები, რომლებიც არ დანებდებიან. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ პრინციპებს ძალაუფლებაზე, ჭეშმარიტებას უსაფრთხოებაზე, სამართლიანობას გადარჩენაზე. ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი ამ ადამიანებიდან. და მისი მოგონება, მისი მაგალითი, მისი არჩევანი, ეს ყველაფერი რჩება ჩვენთან დღესაც. რჩება როგორც შთაგონება, როგორც გაკვეთილი, როგორც გაფრთხილება. შთაგონება იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ. გაკვეთილი იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა ფასი აქვს ჩუმობას. გაფრთხილება იმისთვის, რომ არასოდეს დავივიწყოთ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ძალაუფლება ხდება აბსოლუტური და როდესაც შიში ხდება მმართველობის ინსტრუმენტი. ეს არის ორჯონიკიძის მემკვიდრეობა. ეს არის მისი საჩუქარი ჩვენთვის. და ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ, ეს გაკვეთილი გავიხსენოთ, ეს გაფრთხილება არ დავივიწყოთ. რადგან ისტორია იმეორებს თავის თავს. და თუ ჩვენ არ ვისწავლით მისგან, ჩვენ განწირულები ვართ გავიმეოროთ მისი შეცდომები. ორჯონიკიძის ისტორია არის ისტორია ბრძოლისა და მსხვერპლისა. მაგრამ ეს არის ასევე ისტორია იმედისა და შთაგონებისა. იმედისა, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან. შთაგონებისა, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ ამ ადამიანებიდან. და ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. არა ის, რომ ორჯონიკიძე იყო გმირი. არამედ ის, რომ ის იყო ადამიანი. ადამიანი, რომელმაც გააკეთა არჩევანი. ადამიანი, რომელმაც იბრძოლა. ადამიანი, რომელმაც გადაიხადა ფასი. და თუ ის შეძლო, ჩვენც შეგვიძლია. 1927 წლის თებერვალში ორჯონიკიძის დაკრძალვის შემდეგ მოსკოვში გავრცელდა უცნაური ატმოსფერო. ადამიანები საუბრობდნენ ჩუმად, ფრთხილად მოსალოდნელ ოთახებში და კორიდორებში. ყველა იცოდა, რომ რაღაც არ იყო სწორი ორჯონიკიძის სიკვდილთან დაკავშირებით. ყველა იცოდა, რომ ოფიციალური ვერსია, გულის შეტევა, არ იყო სრული ჭეშმარიტება. მაგრამ არავინ არ ბედავდა ხმამაღლა ეთქვა ეს. კრემლის კედლებს მიღმა, სტალინი აგრძელებდა თავის გეგმის განხორციელებას. პოლიტბიუროს სხდომებზე ის აღარასოდეს ახსენებდა ორჯონიკიძეს. ის იქცეოდა ისე, თითქოს ეს ადამიანი, რომელიც იყო მისი მეგობარი 50 წლის განმავლობაში, არასოდეს არსებულა. ეს იყო სტალინის ტაქტიკა, წაშლა ისტორიიდან იმ ადამიანებისა, რომლებიც ხდებოდნენ დაბრკოლება. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ინახავდა მოგონებებს. ზოგიერთი ადამიანი იცოდა ჭეშმარიტება. და ეს ადამიანები, თუმცა ეშინოდათ. თუმცა ჩუმობდნენ, მაინც ინახავდნენ ამ ცოდნას თავიანთ გულებში. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ორჯონიკიძის ყოფილი მძღოლი. ის მუშაობდა სახალხო კომისართან 10 წლის განმავლობაში. ის იყო მოწმე ათასობით საუბრისა, ასობით შეხვედრისა, ათეულობით კონფლიქტისა. და ის იცოდა, რომ ორჯონიკიძე არ მოკვდა ბუნებრივად. 1956 წელს, როდესაც ხრუშჩოვმა დაიწყო დესტალინიზაცია, ეს მძღოლი გადაწყვიტა ესაუბრა. ის მივიდა პარტიის კომისიაში, რომელიც იკვლევდა სტალინის დანაშაულებებს და მისცა ჩვენება. მან მოყვა ის, რაც ხედავდა და რაც იცოდა. მან მოყვა, როგორ იცვლებოდა ორჯონიკიძე ბოლო თვეების განმავლობაში. როგორ ხდებოდა ის უფრო დაღლილი, უფრო დაძაბული, უფრო მარტოხელა.
როგორ ატარებდა ის ღამეებს თავის კაბინეტში, მარტო ფიქრებში ჩაფლული. მან მოყვა, როგორ რეკავდა ორჯონიკიძე სტალინს ბოლო კვირების განმავლობაში. როგორ ცდილობდა ის დაერწმუნებინა და ეცვა. გადაერჩინა ადამიანები. და როგორ უარს ამბობდა სტალინი ყოველ ჯერზე. მან მოყვა, როგორ წავიდა ორჯონიკიძე კრემლში დეკემბრის 27 რიცხვს. როგორ გამოვიდა ის იქიდან 2 საათის შემდეგ. და როგორ ჩუმად იჯდა ის მანქანაში გზაზე სახლისკენ, უყურებდა ფანჯარაში და არაფერს ამბობდა. მან მოყვა, რომ მეორე დღეს დილით, როდესაც ის მივიდა ორჯონიკიძე, რომ გახსნილიყო ოფიციალური გამოძიება. რატომ? რატომ არ გახსნეს გამოძიება? რატომ არ გამოიძიეს ჭეშმარიტება? პასუხი არის რთული და მრავალშრიანი. ერთი მხრივ ხრუშჩოვი, თუმცა აკრიტიკებდა სტალინს, არ აპირებდა სრული ჭეშმარიტების გამოვლენას. ის აპირებდა კონტროლირებად დესტალინიზაციას, არასრულ რევიზიას საბჭოთა ისტორიისა. მეორე მხრივ, ბევრი ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ორჯონიკიძის საქმეში, ჯერ კიდევ იყო ცოცხალი და ძალაუფლებაში. მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, ყველა მათგანი იყო პოლიტბიუროში ორჯონიკიძის სიკვდილის დროს. ყველა მათგანი იცოდა რა მოხდა. და ყველა მათგანი ჩუმობდა. სრული გამოძიება ნიშნავდა მათ ჩართულობის გამოვლენას. ნიშნავდა მათი როლის დადგენას. ნიშნავდა მათი პასუხისმგებლობის დაკისრებას. და ეს იყო რაღაც, რასაც ხრუშჩოვი არ აპირებდა. ამიტომ ორჯონიკიძის საქმე დარჩა ნახევრად გახსნილი. დარჩა როგორც ერთ-ერთი იმ მრავალი საიდუმლოებისა, რომელიც ინახება საბჭოთა ისტორიის ბნელ კუთხეებში. მაგრამ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ფრაგმენტები იწყებდნენ გამოჩენას. დოკუმენტები, რომლებიც გადარჩა განადგურებას. მოგონებები, რომლებიც შენახულ იქნა. ჩვენებები, რომლებიც ჩაიწერა. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, როდესაც არქივები იხსნებოდა, როდესაც ცენზურა ქრებოდა, გამოჩნდა ახალი ინფორმაცია. გამოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ორჯონიკიძე ნამდვილად ებრძოდა რეპრესიებს. რომ ის ნამდვილად ცდილობდა დაეცვა ადამიანები. რომ ის ნამდვილად იყო კონფლიქტში სტალინთან. გამოჩნდა მოგონებები იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ მოწმეები იმ მოვლენებისა. გამოჩნდა ჩვენებები იმ ადამიანებისა, რომლებიც იცოდნენ ჭეშმარიტება. და ნელ-ნელა, ნაწილობრივ, ფრაგმენტულად დაიწყო ჭეშმარიტების გამოვლინება. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი პოლიტბიუროში, რომელიც ებრძოდა დიდ ტერორს. ჩვენ ვიცით, რომ ის ცდილობდა შეეჩერებინა მასობრივი რეპრესიები. ჩვენ ვიცით, რომ ის გადაიხადა ფასი ამ ბრძოლისთვის. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველაფერი. ჯერ კიდევ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც არ არის გახსნილი. ჯერ კიდევ არსებობს არქივები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი. ჯერ კიდევ არსებობს საიდუმლოებები, რომლებიც არ არის გამოვლენილი. და ეს არის ის, რაც ყველაზე სამწუხარო. რომ თითქმის 100 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სრული ჭეშმარიტება. რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს. რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ რა მოხდა. მაგრამ ეს ძიება არის მნიშვნელოვანი. ეს ძიება არის საჭირო. რადგან ჭეშმარიტება, თუნდაც ნაწილობრივი, თუნდაც ფრაგმენტული არის უკეთესი ვიდრე სიცრუე. და ორჯონიკიძის ისტორია, თუნდაც არასრული, თუნდაც ნახევრად ცნობილი, არის ისტორია, რომელიც ღირს მოყოლას. რადგან ეს არის ისტორია ბრძოლისა. ისტორია წინააღმდეგობისა. ისტორია არჩევანისა. და ეს არის ის, რაც აქვს მნიშვნელობა. არა ის, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი. არამედ ის, რომ ჩვენ ვიცით საკმარისი იმისთვის, რომ გავიგოთ, იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა. იყო ადამიანი, რომელიც არ დანებდა. იყო ადამიანი, რომელიც აირჩია პრინციპები ძალაუფლებაზე. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან ორჯონიკიძის ცხოვრებას და სიკვდილს, ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ. ეს კითხვები არის არა მხოლოდ ისტორიული ინტერესის საგანი. ისინი არიან ასევე მორალური და ეთიკური კითხვები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. პირველი კითხვა, რა იქნებოდა, თუ ორჯონიკიძეს ჰქონდა მხარდაჭერა? თუ სხვა პოლიტბიუროს წევრები დაუჭერდნენ მას მხარს? თუ ისინი ერთად დაეპირისპირებოდნენ სტალინს? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ არასოდეს მივიღებთ პასუხს. მაგრამ ეს არის კითხვა, რომელიც ღირს დასმას. რადგან ის გვახსენებს, რომ ისტორია არ არის გარდაუვალი. რომ ყოველთვის არსებობს ალტერნატივები.
რომ ყოველთვის არსებობს არჩევანი. თუ მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი და სხვები დაუჭერდნენ მხარს ორჯონიკიძეს. შეიძლება დიდი ტერორი შეჩერებულიყო. შეიძლება მილიონობით ადამიანი გადარჩენილიყო. შეიძლება საბჭოთა კავშირის ისტორია სხვაგვარად განვითარებულიყო. მაგრამ ისინი არ დაუჭირეს მხარი. ისინი ჩუმობდნენ. ისინი ეშინოდათ. ან ისინი ეთანხმებოდნენ სტალინს. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ორჯონიკიძის ისტორიიდან, ჩუმობა არის არჩევანი. უმოქმედობა არის არჩევანი. შიში არის არჩევანი. და ეს არჩევანები აქვთ შედეგები. შედეგები, რომლებიც ზოგჯერ არიან კატასტროფული. მეორე კითხვა, რა იქნებოდა, თუ ორჯონიკიძე არ იბრძოლებდა? თუ ის დაჩუმდებოდა? თუ ის მიიღებდა სტალინის პოლიტიკას? ეს ასევე არის კითხვა, რომელზეც ჩვენ არასოდეს მივიღებთ პასუხს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ. ორჯონიკიძე ალბათ გადარჩებოდა. ის ალბათ გააგრძელებდა მუშაობას როგორც სახალხო კომისარი. ის ალბათ დარჩებოდა ძალაუფლებაში. მაგრამ რა ფასად? ფასად იმისა, რომ ის იქნებოდა თანამონაწილე დანაშაულში. ფასად იმისა, რომ ის იქნებოდა ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც ანადგურებდა უდანაშაულო ადამიანებს. ფასად იმისა, რომ ის უღალატებდა თავის პრინციპებს. ორჯონიკიძემ არ აირჩია ეს გზა. ის აირჩია ბრძოლა. და თუმცა ეს არჩევანი დაუჯდა მას სიცოცხლე, ეს იყო არჩევანი, რომელიც შეინარჩუნა მისი ღირსება. და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ზოგჯერ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გადარჩენა. ზოგჯერ პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძალაუფლება. ზოგჯერ ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უსაფრთხოება. მესამე კითხვა, რა იქნებოდა, თუ ორჯონიკიძის ისტორია ცნობილი იქნებოდა მაშინვე? თუ ადამიანები იცოდნენ, რომ ის იბრძოდა რეპრესიების წინააღმდეგ? თუ ისინი იცოდნენ, რომ ის გადაიხადა ფასი ამ ბრძოლისთვის? ეს არის კითხვა, რომელიც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. რადგან ის ეხება ინფორმაციის ძალას. ეხება ჭეშმარიტების ძალას. ეხება ცოდნის ძალას. თუ საბჭოთა ხალხი იცოდა ორჯონიკიძის ისტორიას. შეიძლება ისინი სხვაგვარად უყურებდნენ რეპრესიებს. შეიძლება ისინი სხვაგვარად უყურებდნენ სტალინს. შეიძლება ისინი სხვაგვარად უყურებდნენ მთელ სისტემას. მაგრამ ეს ისტორია დამალეს. ეს ჭეშმარიტება დამარხეს. ეს ცოდნა განადგურეს. და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ინფორმაციის კონტროლი არის ძალაუფლების კონტროლი. ჭეშმარიტების დამალვა არის ხალხის მანიპულირება. ისტორიის გადაწერა არის მომავლის გადაწერა. ამიტომ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. რომ ჩვენ ვიცოდეთ ჭეშმარიტება. რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მოხდა. მეოთხე კითხვა, რა შეგვიძლია ჩვენ ვისწავლოთ ორჯონიკიძის ისტორიიდან დღეს? როგორ არის ეს ისტორია აქტუალური ჩვენი დროისთვის? ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. რადგან ისტორია არ არის მხოლოდ წარსული. ისტორია არის ასევე აწმყო და მომავალი. ისტორია არის გაკვეთილები, რომლებიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ორჯონიკიძის ისტორია გვასწავლის, რომ ავტორიტარიზმი არის საშიში. რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში არის საშიში. რომ სისტემა, სადაც არ არსებობს კონტროლი და ბალანსი, არის საშიში. ის გვასწავლის, რომ შიშზე დაფუძნებული მმართველობა არის არასტაბილური და დესტრუქციული. რომ რეპრესიები არ ქმნიან უსაფრთხოებას, არამედ ქმნიან პარანოიას. რომ ტერორი არ აძლიერებს სახელმწიფოს, არამედ ანადგურებს მას შიგნიდან. ის გვასწავლის, რომ ჩუმობა და უმოქმედობა არიან თანამონაწილეობა. რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ უსამართლობას და არაფერს ვაკეთებთ, ჩვენ ვხდებით ნაწილი ამ უსამართლობისა. ის გვასწავლის, რომ ზოგჯერ უნდა იბრძოლო, თუნდაც იცოდე, რომ შეიძლება დამარცხდე. რომ ზოგჯერ უნდა ამოიწიო ხმა, თუნდაც იცოდე, რომ შენ ხარ მარტო. რომ ზოგჯერ უნდა დაიცვა პრინციპები, თუნდაც ეს დაგიჯდეს ძვირად. ეს გაკვეთილები არიან აქტუალური დღესაც. ისინი არიან აქტუალური ყოველ დროს და ყოველ ადგილას, სადაც არსებობს საფრთხე ავტორიტარიზმისა. სადაც არსებობს საფრთხე რეპრესიებისა, სადაც არსებობს საფრთხე უსამართლობისა. და ამიტომ ორჯონიკიძის ისტორია არის ისტორია, რომელიც ღირს მოყოლას. ღირს დამახსოვრებას. ღირს გადაცემას თაობიდან თაობას.
რადგან ეს არის ისტორია, რომელიც გვახსენებს, რომ ყოველთვის არსებობს არჩევანი. რომ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა წინააღმდეგობის გაწევისა. რომ ყოველთვის არსებობს შანსი შეცვალო რაღაც. და რომ ეს არჩევანი, ეს წინააღმდეგობა, ეს ცვლილება იწყება ჩვენგან. იწყება ჩვენი გადაწყვეტილებებიდან. იწყება ჩვენი ქმედებებიდან. ორჯონიკიძემ გააკეთა თავისი არჩევანი. ის იბრძოდა. ის არ დანებდა. ის იყო ერთგული თავის პრინციპებისადმი ბოლომდე. და ახლა ჩვენზეა, რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ. როგორ ვიქცევით, როდესაც ვხედავთ უსამართლობას? რას ვიტყვით, როდესაც გვესმის სიცრუე? რას გავაკეთებთ, როდესაც გვიწევს არჩევანი პრინციპებსა და კომფორტს შორის? ეს არის კითხვები, რომლებზეც თითოეული ჩვენგანი უნდა უპასუხოს. და ორჯონიკიძის ისტორია. მისი მაგალითი, მისი არჩევანი, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს გზამკვლევი ჩვენთვის ამ პასუხების ძიებაში. რადგან ბოლოს და ბოლოს ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის შესახებ. ისტორია არის ასევე მომავლის შესახებ. და ჩვენი არჩევანები დღეს განსაზღვრავენ, თუ რა იქნება ეს მომავალი. ორჯონიკიძემ აირჩია ბრძოლა. აირჩია წინააღმდეგობა. აირჩია ჭეშმარიტება. და მისი არჩევანი, მისი მაგალითი, მისი მემკვიდრეობა, ეს ყველაფერი რჩება ჩვენთან. რჩება როგორც შთაგონება, როგორც გაკვეთილი, როგორც გამოწვევა. გამოწვევა იმისთვის, რომ ვიყოთ უკეთესები. რომ ვიბრძოლოთ უფრო მტკიცედ. რომ ვიცავდეთ ჭეშმარიტებას უფრო გულმოდგინედ. რადგან თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას, თუ ჩვენ დავჩუნდებით, თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ, მაშინ ორჯონიკიძის მსხვერპლი იქნება უშედეგო. მაშინ მისი ბრძოლა იქნება დავიწყებული. მაშინ მისი ისტორია იქნება მხოლოდ ისტორია, არა გაკვეთილი. და ეს არის რაღაც, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. რადგან ორჯონიკიძე და მილიონობით სხვა ადამიანი, რომლებიც დაიღუპნენ დიდი ტერორის დროს, იმსახურებენ უკეთესს. ისინი იმსახურებენ, რომ მათი ისტორია იყოს ცნობილი. რომ მათი მსხვერპლი იყოს აღიარებული. რომ მათი გაკვეთილები იყოს ნასწავლი. და ეს არის ჩვენი მოვალეობა, მოვალეობა მათი წინაშე, მოვალეობა ისტორიის წინაშე, მოვალეობა მომავლის წინაშე. მოვალეობა, რომ არ დავივიწყოთ. რომ ვისწავლოთ. რომ ვიბრძოლოთ. რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია უზრუნველყოთ, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს. რომ ის შეცდომები, რომლებიც გაკეთდა, არასოდეს გამეორდეს. რომ ის ტრაგედია, რომელიც მოხდა, არასოდეს განმეორდეს. ნიკიტა ხრუშჩოვმა წარმოთქვა თავისი ცნობილი საიდუმლო მოხსენება სტალინის პიროვნების კულტის შესახებ. ამ მოხსენებაში ის ახსენებდა ორჯონიკიძესაც. მან თქვა, რომ ორჯონიკიძის სიკვდილი იყო ეჭვმიტანილი. რომ არსებობდა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ ის არ მოკვდა ბუნებრივად. მაგრამ ხრუშჩოვი არ წავიდა შემდგომ დეტალებში. ის არ ახსნა, რა ზუსტად მოხდა. ის არ დაასახელა პასუხისმგებელი პირები. ის უბრალოდ აღნიშნა, რომ ეს იყო კიდევ ერთი მაგალითი სტალინის დანაშაულებებისა. ეს იყო პირველი ოფიციალური აღიარება იმისა, რომ ორჯონიკიძის სიკვდილი არ იყო ბუნებრივი. მაგრამ ეს არ იყო სრული ჭეშმარიტება. ეს იყო მხოლოდ ნაწილობრივი აღიარება. 1957 წელს ორჯონიკიძე რეაბილიტირებულ იქნა. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ის არ იყო ჩართული არანაირ ანტისაბჭოთა საქმიანობაში. რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ იყო უსაფუძვლო. რომ ის იყო ერთგული ბოლშევიკი ბოლომდე. მაგრამ რეაბილიტაცია არ ნიშნავდა სრული ჭეშმარიტების გამოვლენას. არ ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ ის ებრძოდა რეპრესიებს. არ ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ ის იყო კონფლიქტში სტალინთან. ოფიციალური ისტორია აგრძელებდა ამბობდა, რომ ორჯონიკიძე მოკვდა გულის შეტევისგან. რომ ის იყო ერთგული სტალინის მიმართ. რომ ის მხარს უჭერდა პარტიის ხაზს. ეს იყო კომპრომისული ვერსია. ვერსია, რომელიც აღადგენდა ორჯონიკიძის სახელს, მაგრამ არ ამხელდა სრულ ჭეშმარიტებას. ვერსია, რომელიც იყო მისაღები საბჭოთა ხელისუფლებისთვის. მაგრამ ადამიანები, რომლებიც იცოდნენ ჭეშმარიტება, არ ჩუმობდნენ. ისინი იწყებდნენ საუბარს. ისინი იწყებდნენ მოგონებების გაზიარებას. ისინი იწყებდნენ დოკუმენტების გამოქვეყნებას. ნელ-ნელა, წლიდან წლამდე ჭეშმარიტება იწყებდა გამოვლენას. არა ოფიციალურად, არა სახელმწიფო დონეზე. არამედ ისტორიკოსების ნაშრომებში, მოგონებების წიგნებში, არქივების პუბლიკაციებში.
1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, როდესაც გლასნოსტი აძლევდა საშუალებას ღიად საუბარს, გამოჩნდა ახალი ინფორმაცია. გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ორჯონიკიძე ნამდვილად ებრძოდა რეპრესიებს. გამოქვეყნდა მისი წერილები, სადაც ის აკრიტიკებდა NKVD-ს მუშაობას. გამოქვეყნდა ოქმები პოლიტბიუროს სხდომებისას, სადაც ის ეჩხუბებოდა სტალინს. გამოქვეყნდა მოგონებები იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ მოწმეები მის ბრძოლისა. და ნელ-ნელა, ფრაგმენტიდან ფრაგმენტამდე დაიწყო სრული სურათის შედგენა. სურათი იმისა, რომ ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეეჩერებინა დიდი ტერორი. დღეს, თითქმის 100 წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით ბევრი. მაგრამ არა ყველაფერი. ჯერ კიდევ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც არ არის გახსნილი. ჯერ კიდევ არსებობს საიდუმლოებები, რომლებიც არ არის გამოვლენილი. მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიცით, საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ, ორჯონიკიძე იყო გმირი. არა იმიტომ, რომ ის იყო სრულყოფილი. არა იმიტომ, რომ ის არ უშვებდა შეცდომებს. არამედ იმიტომ, რომ როდესაც მოვიდა გადამწყვეტი მომენტი, როდესაც მას მოუწია არჩევანი, ის აირჩია სწორი. ის აირჩია ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. ის აირჩია დაცვა უდანაშაულო ადამიანებისა. ის აირჩია ჭეშმარიტება სიცრუეზე. და ეს არჩევანი, ეს ბრძოლა, ეს მსხვერპლი, ეს ყველაფერი რჩება ჩვენთან დღესაც. რჩება როგორც მოგონება, როგორც გაკვეთილი, როგორც შთაგონება. 1936 წელი იყო წელი, როდესაც ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა იბრძოლა. იბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებდა უდანაშაულო ადამიანებს. იბრძოლა პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აშენებული იყო შიშსა და ტერორზე. იბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც იყო ყოვლისშემძლე დიქტატორი. ეს ადამიანი იყო გრიგოლ ორჯონიკიძე. და მისი ბრძოლა, თუმცა დამარცხებული, თუმცა დავიწყებული 10 წლეულების განმავლობაში, არის ბრძოლა, რომელიც ღირს დამახსოვრებას. რადგან ეს არის ბრძოლა, რომელიც გვახსენებს, რომ ყოველთვის არსებობს არჩევანი. რომ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა წინააღმდეგობის გაწევისა. რომ ყოველთვის არსებობს შანსი იბრძოლო იმისთვის, რაც სწორია. ორჯონიკიძემ გააკეთა ეს არჩევანი. ის იბრძოდა. ის არ დანებდა. ის იყო ერთგული თავის პრინციპებისადმი ბოლომდე. და თუმცა ის გადაიხადა უმაღლესი ფასი ამ არჩევანისთვის, თუმცა ის ვერ შეძლო შეცვლა იმისა, რაც ხდებოდა, მისი მაგალითი კვლავ აქვს ძალა. ძალა იმისა, რომ შთააგონოს ჩვენ. რომ გვასწავლოს ჩვენ. რომ გვახსენოს ჩვენ, რომ პრინციპები აქვთ მნიშვნელობა. რომ ჭეშმარიტება აქვს ძალა. რომ ბრძოლა აქვს აზრი. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან იმ საშინელ წლებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ სიბნელეს. ჩვენ ვხედავთ ასევე შუქს. შუქს იმ ადამიანებისას, რომლებიც იბრძოდნენ. შუქს იმ ადამიანებისას, რომლებიც არ დანებდნენ. შუქს იმ ადამიანებისას, რომლებიც აირჩიეს პრინციპები ძალაუფლებაზე. ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი ამ შუქებიდან. და მისი შუქი, მისი მაგალითი, მისი მემკვიდრეობა, ეს ყველაფერი რჩება ჩვენთან. რჩება როგორც მოგონება იმისა, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან. როგორც გაკვეთილი იმისა, რომ ჩუმობა არის არჩევანი და ეს არჩევანი აქვს შედეგები. როგორც შთაგონება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ნაწილი ცვლილებისა. რადგან ისტორია არ არის მხოლოდ წარსული. ისტორია არის ასევე აწმყო და მომავალი. და ჩვენი არჩევანები დღეს განსაზღვრავენ, თუ რა იქნება ეს მომავალი. ორჯონიკიძემ გააკეთა თავისი არჩევანი 1936 წელს. ის აირჩია ბრძოლა. ის აირჩია წინააღმდეგობა. ის აირჩია ჭეშმარიტება. და ახლა ჩვენზეა, რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ.